ნორმალურ, ადეკვატურად აღჭურვილ პირობებში რამდენად უსაფრთხოა დღეს ანესთეზია. პაციენტს უნდა კონდეს სრული ინფორმაცია თავისი პერიოპერაციული მიმდინარეობის დაწყებული ტკივილის მენეჯმენტიდან პრე, ინტრა და პოსტოპერაციულ პერიოდში. რა არის უსაფრთხოების სტანდარტები, რაც ერთგვარად პაციენტმაც უნდა იცოდეს, კლინიკებმაც უნდა იცოდეს. არის ხოლმე მომენტები, რომ ვიცი რა სწრაფად გვინდა ოპერაციის გაკეთება. აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. რაღაც ჩრდილში მყოფი გმირებივით ვართ ხოლმე და არასდროს ასე ვთქვათ ანესთეზიოლოგი არ დგას ხოლმე წინა პლანზე, რაც ცუდია. ანესთეზიოლოგი რა თქმა უნდა მხოლოდ ინტრაოპერაციულ პერიოდში შეიძლება ერთვებოდა. სინჯების კეთებას აქვს თუ არა აზრი? დაჩხვლეტილია მთელი საქართველო. სინჯი არ გამორიცხავს, რომ პაციენტს შესაძლოა კონდეს რეაქცია. არ ვარ ჩვენ ის დარგი, რომ რაღაც გაურკვეველ სიტუაციაში იშვიათად აღმოჩნდებით ხოლმე, სადაც არ გვაქვს გზამკვლევი. სინჯი ერთი რომ არიცავს პაციენტს და ამიტომ არ არის ეფექტური და მეორე სინჯმა შესაძლოა თვითონ მოახდინოს პროვოცირება ყველაზე დაცული ადგილი, სადაც შეიძლება ანაფილაქსია მოხდეს, ეს არის საოპერაციო. ნორმალურ სიღრმეზე ძინავს თუ არა, ამის ასე ვთქვათ გარანტია არ გვაქვს. კითხვარი, რომელიც ჩვენ პაციენტებთან ერთად ვავსებთ, რა თქმა უნდა, არ არის ყოფილი, ვერც იქნება ვერც. მოძველებულია პირდაპირ ვთქვა. ნებისმიერი ჩვენი რეკომენდაცია არის პატარა აგური, რომელიც ედება ერთმანეთზე და საბოლოოდ მიიღწევა საუკეთესო გამოსავალი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის დასახელება უკვე როგორც იცით ცნობილია და მას ქვია Top Dogs Georgia და მე ვარ მის წამყვანი ირაკლი გოგოხია, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი. როგორც ჩვენ დაგკვირდით, ჩვენთან იქნება ყოველთვის ახალგაზრდა და საინტერესო ექიმები, რომლებზეც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ნაწილი ქართული მედიცინის დგას. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც უმეტესად საზღვარგარეთ აქვთ მიღებული გამოცდილება, გადამზადება გავლილი და ასევე იქ პრაქტიკული, ასე ვთქვათ, გამოცდილებები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ჩამოიტანეს და აქტიურად, ასე ვთქვათ, უძღვებიან სამედიცინო პროცესებს. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ბატონი ვასილ ხაჩიაშვილი. ვასო არის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის, თოდუას კლინიკაზე მაქვს საუბარი ანესთეზია, ინტენსიური თერაპიის და საოპერაციო ბლოკის მიმართულების ხელმძღვანელი, რომელზეც ასე ვთქვათ ძალიან დიდი წილი როგორც პროცედურული მენეჯმენტის, ასევე პაციენტის უსაფრთხოების დგას და ის არის ძალიან გამოცდილი, ახალგაზრდა, ამბიციური, გამოცდილი ანესთეზიოლოგი, მას გადამზადება მრავალწლიანი მიღებული აქვს ისრაელის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში და რამდენიმე წლის წინ ის დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად არის ჩართული ჩვენი დარგის განვითარებისთვის. როგორც არის მოგეხსენებათ, მეც ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი ვარ. ის არის ასევე ჩემი მეგობარი, ვასო მოგესალმები. მიხარია რომ აქ ხარ, მადლობა რომ დრო გამონახე. იმიტომ რომ ანესთეზიასთან განსაკუთრებით დაკავშირებული შიშები, მითები არ ქრება მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ღია არის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დღეს ნებისმიერ პაციენტს შეუძლია კითხვებით სახით მიმართოს და მოიძიოს თუ რა ელოდება მას, თუმცა ვიცით რომ ხელოვნური ინტელექტით ვთქვათ ბოლომდე დაკავშირებულია რა შეკითხვებს დაუსვათ იმის მიხედვით გვაქვს პასუხს. მას სამწუხაროდ ადამიანივით ფიქრი არ შეუძლია. ვასო მოგესალმები, მოკლედ, დიდი მადლობა პირველ ერთხელ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო წამოწყება წარმატებებს გისურვებთ. მივესალმებ შენს გამომწერებს. გაიხარეთ. ყველა არხს. გაიხარეთ. ვასო, პირველი რაც მინდა შეგეკითხო, ჩვენ ვახსენეთ კლინიკა, რომელშიც მუშაობ და ის მრავალი წელია მაღალტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე ზრუნავს ქართული მედიცინის და მათ შორის ანესთეზია, ინტენსიური თერაპიის მიმართულებით. და რატო აღნიშნავ ამას, რომ აი ნორმალურ, ადეკვატურად აღჭურვილ პირობებში რამდენად უსაფრთხოა დღეს ანესთეზია. რას გვეტყვი ამაზე? ასე ვთქვი ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, ეს გასაგებ ენაზე, რომ ეს შიშები და მითები რაც არის, რომ კონკრეტულ შეკითხვებს სანამ გადავალთ, რაღაც ნაწილობრივ გავაქროთ, მოკლედ. კი, მშვენიერი კითხვაა, მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენი პროფესია ვითარდება განსაკუთრებული ტემპი აკრიფა ბოლო 50 წლის მანძილზე.
ის შიშები და მითები, რაც საქართველოშია გავრცელებული, ძირითადად ეფუძნება იმ 90-იანი წლების გამოცდილებას, რაც ამ სფეროში არსებობდა და იმ პრობლემებს და გამოწვევებს, ესე ვთქვათ, მაშინდელი მოგონებები ცოცხლობს ეხლაც. თუნდაც ის გართულების სიხშირე, რაც თუნდაც ჩვენ დოკუმენტაციაში არის აღწერილი, სწორედაც რომ 90-იანი წლებიდან არის აღებული. ეს არის 1-1000-დან. ამ პერიოდში დაახლოებით ესე იყო გართულებები. თუმცა დღევანდელ რეალობაში მას მე რაც დაიხვეწა მონიტორინგის მეთოდები, პაციენტის უსაფრთხოების სხვა ასპექტები და სულ სხვა მიმართულებით პაციენტზე ორიენტირებული პერიოპერაციული უსაფრთხოება წამოვიდა წინ. ამჟამად ეს გართულება შეადგენს ნაკლებს ვიდრე 1-100,000. ეს არის როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ასევე უშუალოდ საქართველოშიც თუ კლინიკა განყოფილება იცავს იმ წესებს და სტანდარტებს, რომელიც თანამედროვე აღიარებულია რომ უსაფრთხოა. იცით, ხშირად არ არის ყველაფერი დაკავშირებული ინვესტიციებთან. როდესაც ამას და თანამედროვე სიტყვას ხშირად ვახსენებთ, ყველას წარმოუდგება რომ აუცილებლად დიდი თანხის ან აღჭურვილობის რაღაც უნდა გქონდეს. აი ელემენტარული 2008-9 წლებში იქნება ქირურგიული უსაფრთხოების ჩეკლისტი, ხო? ძალიან მარტივი, ეს არის ერთი ფურცელი, რომელზეც რამდენჯერმე მეორდება პაციენტის იდენტობა უნდა მოიკითხო, კითხო პაციენტს სახელი, გვარი, ოპერაცია და რამდენიმე კითხვა. ერთი ფურცელზე არის საუბარი. უმეტესობა კლინიკებში საქართველოში სანამ ის აკრედიტაციების პროცესი არ დაიწყო, არ გამოიყენებოდა. 15 წლის მანძილზე ვიცით რომ ეს ერთი ფურცელი უსაფრთხოება სულ სხვა დონეზე აყავს, მაგრამ რატომღაც ხდებოდა ამ ყველაფრის 40% დაახლოებით მე როგორც ვიცი, WHO-ს სტატისტიკის მიხედვით შეამცირა გაუთვალისწინებელი გართულებები. რა ძალიან ბევრია. ელემენტარული აი ანესთეზიოლოგი ხარ და ალბათ ქონია შემთხვევა რომ რამდენჯერ ამ ფურცელს შეუხსენებია შენთვის რომ ანტიბიოტიკი უნდა გაგეკეთებინა. ძალიან ბევრჯერ. ამ მიტრიალებულ ხარ გაგიკეთებინა. სადაც ეს ფურცელი არ არის ჩათვალეთ რომ იმ კლინიკაში ოპერაციების არათუ მცირე ნაწილი სრულად შეიძლება ანტიბიოტიკის გარეშე კეთდებოდეს ელემენტარული. რომ თავი დავანებოთ არასწორ პაციენტზე ოპერაციის გაკეთებას, არასწორ მხარეზე ოპერაციის გაკეთებას და ასე შემდეგ. ვასო ახსენე უსაფრთხოების სტანდარტები. მე გარდა იმისა, რომ ეხა ჩვენმა მაყურებელმა მინდა გაიგოს, რას ნიშნავს ანესთეზიის დროს, ასე ვთქვათ, უსაფრთხო ძილი, ესე დავარქვათ, რომ მისი განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქცია, რომლის რა თქმა უნდა მონიტორირება შეიძლება ეს ამ მონიტორინგის ქვეშ არის და ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, აკონტროლებს ანესთეზიოლოგი. გარდა ამისა მინდა საზოგადოებას ერთგვარი მინიშნება მივცე, რომ ანესთეზიოლოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საოპერაციო შემოს ჩვენ ცალკე ვილაპარაკებთ და რაღაც ჩრდილში მყოფი გმირებივით ვართ ხოლმე და არასდროს ასე ვთქვათ ანესთეზიოლოგი არ დგას ხოლმე წინა პლანზე, რაც ცუდია, დასავლეთში ეს რა თქმა უნდა ასე არ არის და პაციენტი რომელიც მოდის ასევე კითხულობს ანესთეზიოლოგი ვინ იქნება, რა ანესთეზიას გამიკეთებს, რა ტკივილის გაყუჩება მექნება პოსტოპერაციულად, ასე შემდეგ, იმიტომ რომ პაციენტის განათლების დონე დასავლეთის ქვეყნებში ჩვენ ორივეს გვიმუშავია. ასე ვთქვათ, ისეთ სისტემაში ხარ, რასაც მე ვსაუბრობ და ამის მომსწრე ვიყავით ხოლმე, რომ პაციენტის განათლება ქონდა მიღებული შესაბამისი. აი, რა არის უსაფრთხოების სტანდარტები, რაც ერთგვარად პაციენტმაც უნდა იცოდეს, კლინიკებმაც უნდა იცოდეს. იმიტომ რომ ვახსენე, შენ არის, ასე ვთქვათ, გამოცდილების სპეციალისტი, სპეციალისტის აზრი მნიშვნელოვანია თუნდაც ჩვენი ახალგაზრდა კოლეგებისთვის, რომ რაღაცა ვთქვათ, უსაფრთხო პირობებში იმუშაონ, ასევე კლინიკის ადმინისტრაციებისთვის, რომ განსაზღვრონ, როცა აკეთებენ ჰოსპიტალს და აწარმოებენ რაღაც, ასე ვთქვათ, ინვესტიციებს, რომ გათვალისწინებული იყოს ანესთეზიის workstation-ი, ეგრეთ წოდებული, რომ ისიც იყოს გამართული იმ დონეზე, ვთქვათ, როგორც რადიოლოგიის და სხეული თერაპიის ან რაღაც სხვა დიდი ინვესტიციის მქონე დეპარტამენტები. აი, რას გვეტყვი ამაზე, რა არის ის სტანდარტები უსაფრთხოების? ჩვენ კარგად ვიცით ორივე, მაგრამ მინდა რომ მაყურებელმაც გაიგოს რაღაც ორი სიტყვით. სანამ საოპერაციო შევალ და უშუალოდ მონიტორინგის სტანდარტებზე თქვათ ჩამოვთვლით კონკრეტულად რა იქნება, ალბათ ძალიან სწორად აღნიშნე, რომ ყველაფერი იწყება პაციენტის განათლებით. პაციენტს უნდა კონდეს სრული ინფორმაცია თავისი პერიოპერაციული მიმდინარეობის დაწყებული ტკივილის მენეჯმენტიდან პრე, ინტრა და პოსტოპერაციულ პერიოდში. ძველად ანესთეზიოლოგი რა თქმა უნდა, მხოლოდ ინტრაოპერაციულ პერიოდში შეიძლება ერთვება
ვითარდებოდა პაციენტის მკურნალობაში, თუმცა დღეს არის ანესთეზიოლოგი პერიოპერაციული, ანუ ოპერაციამდე მიმდინარეობისას და მერე პაციენტის მეთვალყურე და მისი კურსის განსაზღვრავი. ერთი და იგივე ოპერაცია ორ სხვადასხვა მიდგომას შეუძლია ერთს რადიკალურად განსხვავებულად აღაქმევინოს ოპერაცია და მეორეს აბსოლუტურად სხვანაირად. უშუალოდ ინტრაოპერაციული მიმდინარეობისას 5 საბაზისო რამ არის, რაც საჭიროა და ძალიან ტექნიკურ დეტალებში რომ არ გადავიდეთ, ამას თითქმის საქართველოში აბსოლუტურად ყველა კლინიკა აკმაყოფილებს, თუმცა არის კიდევ დამატებითი უსაფრთხოების ელემენტები, როგორიც არის თანამედროვე ანესთეზიის სიღრმის მონიტორინგი. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც ესე ვთქვათ awareness-ის მაღალი, awareness-ის ანუ ოპერაციის დროს გამოღვიძების მაღალი რისკი არსებობს, აუცილებელია რომ ამას კლინიკა იყენებდეს და ამაში ინვესტირდეს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სწორედ ესეთი პატარ-პატარა დეტალები განსაზღვრავენ პაციენტის კმაყოფილების ხარისხს. პრეოპერაციული პერიოდიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივენიჭებდი ალბათ პაციენტის გასინჯვას და მომზადებას წინასაოპერაციოდ. არის ხოლმე მომენტები, რომ ვიცი რა სწრაფად გვინდა ოპერაციის გაკეთება. აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. არ ხდება სწრაფად მომზადება ადამიანის, რომელიც მოდის ჩვენთან და ხშირად არის ესეთი შემთხვევა, მოვა 70 წლის ადამიანი არასდროს ექიმთან არ ყოფილა, რა პირველად შემოვედი. 200, 120-ზე ჩემი ნორმალური წნევა. აი ეს არის ზუსტად შეცდომა. 200, 120 წნევა ნორმა არავისთვის არ არის. პაციენტს ჭირდება სპეციალური მომზადება, რაღაც მომენტში შეიძლება თვითონ პაციენტიც ვერ იგებდეს რატო და ასე შემდეგ და სწორედ ამ დროს გვიწევს ხოლმე ახსნა და ესე ვთქვათ ჩვენი ვალია აღმოუჩინოთ მას ის პრობლემები, რომელიც მან თვითონაც შეიძლება არ იცოდეს. ეს იქნება მაღალი არტერიული წნევა, არამენეჯირებული დიაბეტი, თუ სხვა რაღაც პრობლემა, რომელმაც შეიძლება ოპერაციის მიმდინარეობისას შექმნას პრობლემა და მე გეტყვით რომ თანამედროვე ანესთეზიოლოგიაში ინტრაოპერაციულად გართულებები ძალიან მცირეა. პოსტოპერაციულ პერიოდში 30 დღის მანძილზე გაცილებით ხშირად ხდება ანალოგიური გართულებები. მაგალითად, ინტრაოპერაციულმა ჰიპოტენზიამ საშუალო არტერიული წნევა 65-ზე ქვემოთ. 5 წუთიც კი საკმარისია, რომ 30 დღიან პერიოდში კარდიოვასკულარული გართულებები გამოიწვიოს. მე აღარ მაქვს საუბარი უფრო დაბალ წნევაზე და უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ეს ყველაფერი ხომ აი ძალიან კარგად ჩამოაყალიბე ახსენე, მეც გეთანხმები, რომ პრეოპერაციული, ანუ რეალურად ალეგორიულადაც რო ავიღოთ, ომისთვის მომზადება, რაც უფრო დიდხანს და კარგად ემზადები, დიდხანს ადეკვატურ დროში, უკეთეს მეტი გაქვს შანსი რომ გაიმარჯვა. იგივეა განსაკუთრებით, როცა გვაქვს კომპლექსურ პაციენტებთან საქმე, ან კომპლექსურს გულისხმობ, როცა 1 ან 2 ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც არ არის კონტროლირებადი, რა თქმა უნდა, მათი ეს პერიოპერაციული პერიოდი, რაც ახსენე, სანამ ჰოსპიტალში არიან, სანამ კლინიკაში არიან, ამ პერიოდში და მერე გაწერიდან 30 დღის განმავლობაში რისკები იზრდება. თუმცა მე ამას შევეხო, რომ რაღაც სისტემის ბრალიც არის ჩვენთან, რომ მე მგონი ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ოპერაციების, ასე ვთქვათ, დაგეგმარებაში სისტემაც არასწორად არის მოწყობილი, ანუ დაფინანსება მოსდის ჯერ პაციენტს და მერე მოდის ანესთეზიოლოგთან ვიზიტზე. კი ბატონო, ესეც არის, რომ დაფინანსებას დრო გაუვა, ზოგი რეგიონიდან არის ჩამოსული, მე ორჯერ უჭირს იქიდან თავიდან ჩამოსვლა, ამის გადაკონტროლება, თავიდან ამ დოკუმენტაციის მოგვარება, აი ეს პროცესიც ასე ვთქვათ, ჩვენ გეტყვით ამას როგორ მივუდექით. რა თქმა უნდა, ეს მუდმივად პრობლემას ქმნიდა, პაციენტი მერე იგებდა, რომ თურმე დამატებით კიდევ ისეთი კვლევები ჭირდება, რომელიც იგივე 70 წლის ადამიანზე ვისაუბროთ, არ გაუკეთებია ცხოვრების მანძილზე არასდროს და ეხლა გვიწევს ამ ყველაფრის გამოაშკარავება, ხო? სწორედ მაღალი რისკის პაციენტები და მასაკომან პაციენტებს ჩვენ ვთავაზობთ ანესთეზიოლოგის კონსულტაციას წინასწარ, რომ მათ ზუსტად იცოდნენ რა კვლევები, რა დაჭირდებათ ოპერაციისთვის. პაციენტი იღებს თავის, ესე ვთქვათ, ქირურგის ფორმასთან ერთად ანესთეზიოლოგის ფორმას, მას თუ აქვს კერძო დაზღვევა, ასე შემდეგ შეუძლია ესეც დააფინანსებინოს კონკრეტულ იმას.
და ესე ვთქვათ, პაციენტი უკვე მომზადებული მოდის, წინასწარ იცის თუ რა კვლევები, რა მასშტაბის დაჭირდება, სანამ ის მოემზადება საოპერაციოდ. და მათი მოლოდინიც უკვე სხვანაირი არის რეალურად, უკვე იციან რომ დაუშვათ არამენეჯირებული დიაბეტი, რომელიც ახლახანს გამოუვლინდა პერიოპერაციულად, პოსტოპერაციულად დაუშვათ ქირურგიული ინფექციების რისკს უმატებს პაციენტს, ხო? ქირურგიული ჭრილობის მიდამოს ინფექციების რისკს უმატებს. და ამის მენეჯირება თუნდაც ის 2 კვირიანი, 3 კვირიანი მომზადება უკვე რადიკალურად ცვლის გამოსავალს. ამ ყველაფერს ვეუბნებით პაციენტს, ვუხსნით, ვულაგებთ. ეს ძალიან კარგი რაღაცა აღნიშნე და მინდა რომ პაციენტებს ჩვენს ასე ვთქვათ მოქალაქეებს უთხრათ რომ ოპერაციის სწრაფად გაკეთება არ ნიშნავს არ არის რაღაც ასე ვთქვათ დოგმა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მე ვიტყოდი რამდენიმე მიმართულება სადაც შეიძლება ცოტა უფრო დაჩქარებული მეთოდით გაკეთდეს ოპერაცია და რა თქმა უნდა თან პროცესშივე ასე ვთქვათ დავარეგულიროთ ის პრობლემები რაც აქვს პაციენტს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სწრაფად ზარდის სიმსივნეები რომელიც თქვა თუნდაც 2-3 კვირით ოპერაცია და ერთი თვით გადადება მნიშვნელოვნად შეცვალოს სურათი ან არის კარდიოვასკულარული მაღალი ასე ვთქვათ ხარისხის დაზიანებები რომელსაც ვთქვათ ინფარქტის რისკი აქვს პაციენტებს ამ ორ მიმართულებაში და ესენი პაციენტები ყველას აქვს იმის დრო, რომ ნორმალურად მომზადდნენ, მაქსიმალურად მოხდეს მინიმიზირება რისკის და ისე შევიდნენ მერე საოპერაციაში. რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი გეგმიურ პაციენტებს. ჩვენი ეს პაციენტები იყოფიან გეგმიური, სასწრაფო დაყრდნობით და სასწრაფო ოპერაციები. სასწრაფო ოპერაციაზე აქ მომზადების დრო უბრალოდ არ გვაქვს. ეს გვესმის აბსოლუტურად. სასწრაფო დაყრდნობილში რა მასშტაბითაც შეგვიძლია მომზადება თელ დროს უთმობთ მომზადებას. ხო არ მიდის უფრო მეტი სასწრაფო დაყრდნობილის, იმით რა ქვია. ეგიდით სწრაფად რო დაფინანსდეს. ხო, ზოგადად ეს თემაც ხა ჩვენ არ მინდა მე რო შევეხო რაღაც ჯანდაცვის სისტემის სხვა ის გვაქვს დღეს გადაცემა, თუმცა ოპერაცია რეალურად ან არის გეგმიური, ან არის სასწრაფო. ან არის emergency, რომელიც 24 საათშივე უნდა გაკეთდეს, სასწრაფო რომელიც შეიძლება 24 საათი, 48 საათი მოითმინოს და გეგმიური, განუსაზღვრელი დროით გააჩნია რა კონდიცია აქვს პაციენტს. სინჯების კეთებას აქვს თუ არა აზრი? დაჩხლეტილია მთელი საქართველო. ამას გითხარი რა, მინდა რომ საზოგადოებას ადეკვატური ჩვენგან პროფესიონალებისგან ანესთეზიის გამოიკეთებს ეს ადამიანები სინჯებს. ხშირ შემთხვევაში ანესთეზიოლოგს არც ეკითხებიან, ისე იკეთებენ და აი რამდენად აქვს ამას აზრი ალერგიულ სინჯებზე ალერგიულ კანქვეშა სინჯებზე გვაქვს საუბარი ეგრეთ წოდებული skin test-ები რაც კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მასიურად საქართველოში გამოიყენება და ამაზე აწყობილი ამ თეორიაზე მე რაღაც საკანონმდებლო ასე ვთქვათ პროცესებიც როგორც რეგულირებაში ასევე სასამართლოში თუ რაღაც ვიღაცას ალერგია მოუვიდა და ვაი შენ ესა ქვია კარგის აღმოჩნდები ისეთ იმაში თუ სინჯი არ გაქვს გაკეთებული აი ეს მინდა რომ განსაზღვროთ რამდენად აქვს რეალურად ამის კეთებას აი ირაკლი ჩვენმა მაყურებელმა ალბათ იცის რომ შენც დავად 5 წელი ისრაელში მუშაობდი ხო მე ჩემსას ვიტყვი შენ იტყვი 6 წლის მანძილზე მე მაქვს ერთადერთი სინჯით პაციენტი ნანახი რამდენი ყავს ნანახი ალერგიული სინჯით? არც ერთი. ეხლა ავხსნათ რატო? კანქვეშა სინჯებს რასაც ჩვენ ვამბობთ ეხლა, ეგრეთ წოდებული skin test-ები, სწრაფი არც ერთი. თუ პაციენტს ქონდა რაიმე სპეციფიური რაღაც სპეციფიურ აგენზე ალერგიული რეაქცია, კონკრეტულ პაციენტს ქონდა ანაფილაქსია ინდუქციისას და მას სპეციალური მომზადებაც ქონდა ჩატარებული. ამას რო თავი დავანებოთ. რისი გვეშინია ყველაზე მეტად, ხო? ანაფილაქსია ყველას სმენია და ერთ-ერთი საშინელი გართულება შეიძლება იყოს ზოგადად ყველაფერს. ანაფილაქსიური რეაქცია შესაძლოა მოხდეს აბსოლუტურად ყველაფერს. ანესთეტიკებიდან თუ დაწყებული კრაზანის ნაკმენი დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერს. ხო ესეა. საკვები, ნებისმიერმა რამემ, ნებისმიერმა ახალმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ესე ვთქვათ ეს რეაქცია. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ანაფილაქსიური რეაქცია არ ხდება პირველად კონტაქტისას კონკრეტულ ალერგენთან. მას ჭირდება ყოველთვის განმეორებითი კონტაქტი. ანუ რა ხდება? ჩვენი ორგანიზმი, ესე ვთქვათ, ესე რომ შევადაროთ, პირველ ჯერზე იმუხტება
პირველი კონტაქტის მერე იმუხდება და შემდეგ ამ პოხიერ უჯრედების დეგრანულაცია სწორედ მეორე ეტაპზე ხდება და მეორე ეტაპზე ხდება ანაფილაქსიური რეაქცია. ჩვენ როდესაც ახალგაზრდა პაციენტი, რომელსაც საერთოდ შეხება ანესთეტიკებთან არ ქონია, მოდის კლინიკაში, მას ვუნიშნავთ ალერგიულ სინჯებს აბსოლუტურად ყველაფერზე, ჩვენ სწორედ სენსიბილიზაციას იქნებ უწყობდეთ ხელს. და სწორედ მისი ოპერაცია, როდესაც ჩაინიშნება და მოვა საოპერაციოში, 1-2 კვირის მერე ზუსტად მაშინ შეიძლება მოხდეს. ანუ სინჯი არ გამორიცხავს, რომ პაციენტს შესაძლოა ქონდეს რეაქცია. თუ სინჯი არ არის გაკეთებული დამიზნებით, კონკრეტულად შერჩეულ ინდივიდში, ადამიანთან, რომელსაც მანამდე ქონდა ამის გამოცდილება, მე შეიძლება იყოს ანესთეტიკებთან კავშირში, შეიძლება არ იყოს, ან აქვს ოჯახური ანამნეზი, ამ შემთხვევაში მას სჭირდება დამატებით მომზადება და არა მხოლოდ ესე ვთქვათ, კანქვეშა სინჯები. სინჯი ერთი რომ არიცავს პაციენტს და ამიტომ არ არის ეფექტური და მეორე სინჯმა შესაძლოა თვითონ მოახდინოს პროვოცირება ანაფილაქსიური და მესამე სრულ დადებითი შედეგები ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა და ამ დროს გვიწევს ძველი მედიკამენტების ხმარება და პაციენტი იმის ნაცვლად რომ უნდა გამოიღვიძებდეს 15-20 წუთში შეიძლება 20, 30, 40, 50 წუთი. მოკლედ ჩვენს მაყურებელს მე მინდა უთხრა და ძალიან ძალიან გასაგებ ენაზე აკადემიურად ასე ვთქვათ ჩაშალე ეს საკითხი. პირველი ის რომ ჩვენ აბსოლუტურად მე მგონი ანესთეზია ერთ-ერთი ასე ვთქვათ ყველაზე ბოდი შეიძლება დავამატო. როდესაც ალერგოლოგს კაბინეტში აქვს ანაფილაქსიური რეაქცია, ვის ეძახის დასახმარებლად? რა ჩვენ. ხო, ანესთეზიოლოგს ეძახის, ხო? ანუ ანესთეზიოლოგიც მოდის ესე ვთქვათ სპეციალური აღჭურვილობით და ის აღჭურვილობა გვაქვს ზუსტად საოპერაციოში. ანუ ყველაზე დაცული ადგილი, სადაც შეიძლება ანაფილაქსია მოხდეს, ეს არის საოპერაციო. ანაფილაქსიის ასევე მაყურებელმა მინდა იცოდეს, რომ თუ პაციენტი იღუპება ძირითადად ორი რამის გამო. ერთი არის ადრენალინის დაგვიანებული შეყვანა და მეორე არის ზედოზირება ამ ძალიან დაბალია, ხო, გარდაცვალება, როგორც მახსოვს მეც სწორად ამოცნობილ ნამკურნალებში განსაკუთრებით საოპერაციო ბლოკში მართას ამბობ, როცა ამ შემთხვევაში უმეტესად პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე ყავს გადაყვანილი, საჰაერო გზები დაცულია, ჰემოდინამიკის მართვისთვის ყველა პრეპარატი გაქვს, ჟანგბადი გაქვს, მოკლედ 100%-ით ხარ აღჭურვილი, ვიდრე სადღაც ამბულატორიულ კლინიკებში, რომელიც ასე ვთქვათ, სადაც ის ალერგოლოგი, ჩვენი კოლეგა, პატივისცემა ყველას რა თქმა უნდა, ის უფრო დაუცველია იქ და ხშირ შემთხვევაში სასწრაფოს გამოძახებაც უწევთ. რა თქმა უნდა, სიტუაციებში, ამიტომ ამ დროსაც სიკვდილობა არ არის მაღალი. ანუ ამ დროსაც სამწუხაროდ ხშირად საწყალ ანაფილაქსიას მიეწერება ხოლმე ბევრი მაგის თქმა მინდოდა, ეხლა და მაგას დაუბრუნდებით. უბრალოდ რა მინდა კიდე ერთხელ, ანუ შენ ასე ვთქვათ, რაც ილაპარაკე ამას რეზუმირება რომ გაუკეთო, ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია, ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია საქართველოს გაგებით არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, აქტიური დარგი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაღალი სარწმუნოების გაიდლაინი და პროტოკოლი, რაც ძალიან კარგად ინტეგრირებულია კლინიკურ პრაქტიკაში. შესაბამისად, ანუ არ ვარ ჩვენ ის დარგი, რომ რაღაც გაურკვეველ სიტუაციაში იშვიათად აღმოჩნდებით ხოლმე, სადაც არ გვაქვს ზამკვლევი, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, რომ ტყუილად და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ეს ეხება რინოპლასტიკის პაციენტებს, სადაც ყველაზე ხშირად გამოიყენება ალერგიული სინჯები, სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ასევე ეს კანქვეშა სინჯები, მინდა ვთქვა, რომ არც საკანონმდებლო დონეზე და არც სამედიცინო დონეზე ეს პაციენტს არ იცავს და არც ექიმს. ეს არის უბრალოდ, ასე ვთქვათ, ტყუილად გაფუჭებული დრო და ფული და პლუს ამას, რაც ვასო მახსენა, სენსიბილიზაციის მაღალი რისკი და რეალურად მართლა შეიძლება კონდეს უკვე მეორად გამოყენებაზე პაციენტს ანაფილაქსიური რეაქცია. ეხლა რაც შეეხება ახსენე, კი, საქართველოში გართულებები, როგორც ასე ვთქვათ, უცხოეთში, უცხო ქვეყნებში, ამერიკა შარშანდელი მონაცემებით, სამედიცინო შეცდომებით 40,000 ადამიანი მოკვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ შორის იქ იყო წამლებზე იყო დიდი ნაწილი და მოხდა ინტენსიურ თერაპიაში, ემერჯენში და ანესთეზია რეანიმაციაში. შესაბამისად, არ ჩვენ ვართ ამისგან დაცული და საქართველოშიც გართულებები ხდება ანესთეზიოლოგიის პრაქტიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დაბალია პროცენტულად და თქვი, რომ საწყალ ანაფილაქსიას მიეწერება ბევრი რამ. ეს ასე ვთქვათ, ერთი მხრივ ადვილათაც სათქმელია, რომ ანაფილაქსია მოუვიდა. მე ადეკვატური ამის შესწავლა, რამდენად იყო იქ რეალურად ანაფილაქსია თუ არა, არ არსებობს. ელექტრული სამედიცინო რეკორდინგი, ეგრეთ წოდებული, რომ რეალური ჰემოდინამიკური პარამეტრები მართლა რამდენი იყო წნევა და პულსი, არ არსებობს. უმეტეს წილად რამდენიმე კლინიკაში არის. ან არ ფიქსირდება სწორად. ან არ ფიქსირდება სწორად და საბოლოო ჯამში აღმოჩნდებით ხოლმე ისეთ რეალობაში, რომ გერმანიაზე მეტი ანაფილაქსია ჰქონდა პატარა ქვეყანას. და ეს რა თქმა უნდა, ისევ ამერიკის მონაცემებით ჩვენს პროფესიაში 75%-ის ფარგლებში გართულებები თუ მოდის, ეს არის ზემო სასუნთქი გზების ინსტრუმენტაციის დროს მომხდარი გართულებები. ანუ აქედან არის რთული ინტუბაცია, ვერ დაინტუბირდა, საკლაპავში დაინტუბირდა, არადეკვატური ვენტილაცია, 75% არის airways ინსტრუმენტაციის დროს მომხდარი. მე ბოლოს არ მახსენდება საქართველოში ანალოგიური რაიმე რეპორტი ყოფილიყო, რომ ესა თუ ის პრობლემა მოხდა ამის გამო. აქ რასაც დავძენდი, რომ თანამედროვე გაიდლაინი ერთ-ერთი რომელიც გამოვიდა რთული სასუნთქი გზების ერთ ძალიან მარტივ რაღაცას გთხოვს ყველას ანესთეზიოლოგებს და საოპერაციო ბლოკებს, რომ საოპერაციო ბლოკის ცენტრში გქონდეთ რთული სასუნთქი გზების მაგიდა, სადაც იქნება აბსოლუტურად ყველა აღჭურვილობა რთული სასუნთქი გზების მართვისთვის. პრობლემები მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ არ ველით რთულ სასუნთქ გზებს. ან იმდენი მაქვს კაცო გაკეთებული, იმდენი მაქვს რა პრობლემა არის და პირველი ნაბიჯი რაც უნდა გააკეთო, როდესაც რთულ სასუნთქ გზებს წააწყდები, უნდა დაუძახო დახმარებას. აუცილებლად უნდა არსებობდეს ვიღაც, ვისაც დაუძახებ დასახმარებლად. სამწუხაროდ მესმის, მე არ ვსაუბრობ პერიფერიებზე, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს, ის უფრო მეტად მომზადებული უნდა იყოს, სრულად აღჭურვილი. მათ შორის ვიდეო ლარინგოსკოპი საქართველოში ჯერაც არ არის პერიფერიულ კლინიკებში. ეფრგოეს სტანდარტი უნდა იყოს და რა თქმა უნდა 20-25-ის უნდა იყოს ეს გადაწყვეტილი. 20-25-ის გაიდლაინმა ამერიკის პირდაპირ გითხრა, რომ ვიდეო ლარინგოსკოპი შემოდის ნომერ პირველ ხაზზე, ესე ვთქვათ. მაშინ როდესაც სახელმწიფომ დაგვავალა ყველა პოსტოპერაციული პაციენტის ადგილზე ერთი სასუნთქი აპარატი შეგვეძინა, რაც ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არ იყო საჭირო. 19 საწოლიან პოსტოპის განყოფილებაში ისრაელში ქონდა 3 სასუნთქი აპარატი. აბსოლუტურად საკმარისი იყო. დღეს 5 საწოლიანში გვაქვს 5. რომელიც არ ჩართულა არასდროს არ ჩართულა. ტვერი ედება უბრალოდ ამ რეგულაციის გამო. სახელმწიფო შეუძლია თუ არა აიძულოს ყველა კლინიკა, სადაც ოპერაცია ტარდება, იყოს ასეთი ტიპის რთული სასუნთქი გზების მაგიდა, რომელიც უნდა იყოს აღჭურვილი ამით და ამით. და ჩვენ ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში, ეხლა მე არ ვლაპარაკობ რაღაც არის კლინიკები თავის ადმინისტრაციასთან ერთად და ვიცით, რომ ეს ძირითადად არის კერძო კლინიკები, უმეტესი ნაწილი საქართველოში და არის იქ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული ნაწილი, ვისაც ესმის ამას, როცა უხსნით ამის საჭიროებას, ამას არ გედავებ, მაგრამ არის, სადაც არ ესმით. მაგრამ რეგულაციის ყველას ესმის. ეს მართალი აღნიშნოს, სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს გაკონტროლებული, რომ რაღაც მინიმალური სტანდარტები უსაფრთხოების, რის გამოც პაციენტების გართულება და გეთანხმები 100% ეს არის საჰაერო გზებთან დაკავშირებული გართულებები, რომლებიც შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს, მას ჭირდება მაქსიმალურად ეს შეიძლება იყოს 300-ში ერთ პაციენტთან. ანუ ეს არ არის, ასე ვთქვათ, რაღაც რომ 100,000-ში ერთხელ შეიძლება მოხდეს, ხო? და როლი ის რომ დახმარება არ ყავს, ამას კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვიღაც ეს შეიძლება ადამიანური ფაქტორით ავხსნათ, მაგრამ ის რომ დღევანდელ დღეს არ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, ან უბრალოდ გვიდევს ესე გაფანტულად. ერთი ამ საოპერაციოშია, მეორე საოპერაციოშია, ბუჟი მეოთხე საოპერაციოში დევს პირობითად ეს ყველაფერი უნდა იყოს ცენტრალიზებული ერთ მაგიდაზე და ამ მაგიდამ დაამტკიცა ეფექტურობა, რომ ეს ამცირებს გართულებებს. როგორც კი რთული სასუნთქი გზები ხდება, ეს მაგიდა შემოდის საოპერაციოში და იქ გაქვს ყველაფერი. ეგთანი აღარ დარბის არაფერზე და დროს იგებ. ასო ახსენე ორი საკითხი მინდა ასე ვთქვათ ჩვენ მაყურებელს
აუხსნა პირველი სიგარეტი და ანესთეზია. როგორ უნდა მოხდეს ამის ვიცით რომ გარდა იმისა რომ სიგარეტის მოხმარება იწვევს სასუნთქისების რეაქტიულობის გაზრდას და ინტრაოპერაციულად ბრონქოსპაზმი ერთ-ერთი სერიოზული გართულება რამაც შეიძლება დაარღვიოს ჟანგბადის სვლა ორგანიზმში რამაც მერე შეიძლება სერიოზული მეტაბოლური პრობლემები გამოიწვიოს და ყავს ჩვენ ესეთი პაციენტები ხშირად იმიტომ საქართველოში მწვერვალობის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია ხა არ ვიცი ევროპის სტატისტიკა, მაგრამ მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ყველაზე მეტად მწველი ქვეყანა ვართ. სამწუხაროდ ეს სტატისტიკა ესეთია და ნუ რა თქმა უნდა პაციენტებს უწევთ შემდეგ რაღაც თუნდაც მარტივი გეგმიურ ოპერაციაზე მოსვლამ შეიძლება ცუდად დაამთავროს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არსებობს ორი რისკი შეფასების კრიტერიუმი. მაღალი რისკის ჩარევა ქირურგიული დაბალი რისკის პაციენტი, ან დაბალი რისკის პაციენტი, მაღალი ჩარევის რისკი, ან ორივე ერთად შეიძლება იყოს. მაღალი რისკის პაციენტი, მაღალი ქირურგიული ჩარევა, ეს ხშირად არის ხოლმე, იმიტომ რომ მაღალი რისკის პაციენტებს ჭირდებათ ხოლმე ხშირად თავიანთ დაავადებებიდან გამომდინარე მაღალი რისკის ჩარევა. აი რას ეტყოდი ჩვენ მაყურებელს, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ან იმიტომ რომ პაციენტის, ასე ვთქვათ, განათლება ვახსენე ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონია და პაციენტი არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გუნდის წევრი და მას თავის პასუხისმგებლობებს გააჩნია. რომ რასაც ექიმი დაავალებს, ის ზედმიწევნით უნდა შეასრულოს პრეოპერაციულ პერიოდში. ასევე პოსტოპერაციაში. საუბრობთ გეგმიურ ოპერაციაზე. გეგმიური ოპერაციის წინ პაციენტს უნდა ესმოდეს, რომ ორი თვით ადრე მაინც შეწყვეტა ამცირებს რადიკალურად გართულებებს. ერთი თვით ადრეც რომ იყოს შეწყვეტილი, გაცილებით უკეთესი არის. და აქ უკვე ჩამოვდივართ ესეთი ეფექტით, რომ რაც უფრო მეტი ხანი აქვს შეწყვეტილი პაციენტს სიგარეტი ოპერაციამდე, მით უფრო უკეთესი ექნება გამოსავალი. რაც რა მომენტიც არ ესმით, ხოლმე ძირითადად რომ რთულია დანებება, შეიძლება 15-20 წელია ეწევიან და კონკრეტულად ამას ვერ გავაკეთებ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ პულმონარული გართულებები, ანუ გარდა იმისა, რომ ოპერაციას იკეთებენ, შეიძლება თქვათ მუცლის ღრუს აბდომინური ქირურგია ავიღოთ. მუცლის ღრუზე იკეთებენ ოპერაციას. ოპერაციის შემდეგ მას ექნება ტკივილი, სუნთქვის გართულება, ვერი სუნთქებს ისე ღრმად, როგორც მას ესაჭიროება და ამ დროს ფილტვებში დაგროვილი ნებისმიერი სეკრეტი, ნებისმიერი დამატებითი გაღიზიანება შეიძლება გახდეს პნევმონიის განვითარების მიზეზი. ანუ ერთ პრობლემას, რომელიც ორგანიზმმა უნდა მოაგვაროს, ეს არის ჭრილობა. ჭრილობის შეხორცებაც ეს არის ანთებითი რეაქცია. ანუ ერთი ანთებითი რეაქცია ორგანიზმში მიმდინარეობს და მიდის შეხორცებითი პროცესი, აქ ემატება მეორე. და იწყება პნევმონია. პნევმონია ასოცირებული შეიძლება იყოს შემდეგ უკვე სისხლში დაბალი ჟანგბადის რაოდენობასთან, დაბალი ჟანგბადის რაოდენობა თავის მხრივ ართულებს შეხორცებით პროცესს და ინფექციური გართულებებით შეიძლება იქ დაემატოს, ასე რომ ნებისმიერი პერიოდით, რაც არის ოპერაციამდე მოსამზადებელი, 2 თვე თუ არის, აუცილებლად პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ სიგარეტის მოწევა. აბსოლუტურად გეთანხმები ეს იმასაც ნიშნავს, რომ პაციენტმას თავისი პასუხისმგებლობა თავის ორგანიზმის, ასე ვთქვათ, ორგანიზმთან დაკავშირებით ეს იქნება პოსტოპერაციული პერიოდი, პრეოპერაციული პერიოდი, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. და ზედმიწევნით შეასრულოს ეს რეკომენდაციები. ეს მართლა არ არის სახუმარო საქმე, ჩვენ ძალიან ხშირად გქონია განსაკუთრებით საქართველოში პრობლემა არის ექიმის, ასე ვთქვათ, დანიშნულების შესრულების, ცოტა არასერიოზულად უყურებს ამას რიგი პაციენტების, უფრო ნაკლები ეს ევროპაში გაცილებით და ნაკლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ პაციენტი გართულებას, რომელზეც ხელს აწერს პრეოპერაციულად, მას გააზრებული აქვს რაზე მიდის და რა რისკზე მიდის. შესაბამისად გააზრებულიც უნდა ქონდეს, რომ ამ რისკის შემცირება თუ რაღაცა მეთოდებით შეიძლება, მასზე არის დამოკიდებული, ხო? სიგარეტის დანებება მასზე არის დამოკიდებული. ოპერაციო პერიოდი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც, წარმოვიდგინეთ სახლის მშენებლობა. სახლი არ არის, რომელიც შედგება, ესე ვთქვათ, პატარა ბლოკებისგან. ნებისმიერი ჩვენი რეკომენდაცია არის პატარა აგური, რომელიც ედება ერთმანეთზე და საბოლოოდ მიიღწევა საუკეთესო გამოსავალი. ნებისმიერი აგურის მოკლება რა დროს ჩამოშლის ამ სახლს არავინ არ იცის. ამიტომ რომელი იქნება ეს მომენტი, ეს იქნება სიგარეტის მოწევის შეუწყებლობა, ეს იქნება ვთქვათ კონტროლი დიაბეტის, წნევის, ასე შემდეგ. ნებისმიერი ეს მომენტი
და სწორედ ამას ემსახურება მთელი წინა საოპერაციო ანესთეზიოლოგის კონსულტაცია, გამოკითხვა, რომ პაციენტს ეს რისკები დავიყვანოთ მინიმუმამდე. რომ ინტრა და პოსტოპერაციულ პერიოდში გართულებები რამოდენიმეჯერ ნაკლები გქონდეს, ესე ვთქვათ. მომზადებელი პაციენტი გეგმიურ ოპერაციაზე არ უნდა შედიოდეს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში თავად პაციენტმა უნდა გაიგოს. რა თქმა უნდა პაციენტზეა დამოკიდებული. ნახე ესე არ გაიგოს ჩვენ მაყურებელმა რომ ჩვენ რაღაც პასუხისგებლობას ვიშორებთ, მაგრამ პასუხისგებლობა რასაც ექიმი გაძლევს რეკომენდაციას, იმის არ შესრულება ავტომატურად არის პაციენტის ბრალი. მე როცა როგორც ექიმი ერთი კვირის თავზე ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ არ იქნება, თუნდაც 1 დღის შემდეგ სახლში გაწერის დროს გაძლევ კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოიქცე, რა უნდა შეჭამო, რა უნდა დალიო, რამდენი უნდა დალიო, რომ სტრეს როგორ მოერიდო, გარემოში ინტეგრაცია როგორ დაიწყო და ამას არ შეასრულებ. და რაღაც გართულება მოხდება, ეს არის უკვე უშუალოდ პაციენტის, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობა. და ჩვენ ყოლია პაციენტები, მათ შორის რთული ოპერაციების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ერთი თვის მერე სადღაც თამადობს. და სიგარეტს ეწევა, კვების რეჟიმს არღვევს, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია და ამას უნდა დიდი ყურადღება მიექცეს. ხა რაც შეეხება ჩვენ პრეოპერაციულ პერიოდი ვახსენეთ. მეორე ჩემი შეკითხვა და მე დაუბრუნდებით ისე პრეოპერაციულ პერიოდს, მეორე ჩემი შეკითხვა გამოღვიძება ახსენე, ვის აქვს გამოღვიძების მაღალი რისკი. ანუ სად რომელ ოპერაციებზეა გამოღვიძების მაღალი რისკი შედარებით. კი ბატონო, ეს არის ოპერაციები, როდესაც ჩვენ გვჭირდება ნერკუნთოვანი გადაცემის მონიტორინგი ოპერაციის მსვლელობისას. ევოქთ პოტენციალების მონიტორინგი, ესე რომ ვთქვათ. ამ დროს ჩვენი ანესთეტიკური მიდგომა არ არის, ანუ ინჰალაციური ანესთეტიკი და რელაქსაცია იცვლება ტოტალური ინტრავენური ანესთეზიით, ან მათი რაღაც კომბინაციით და სწორედ ამ დროს რისკი იმის, რომ პაციენტმა გამოიღოს ინტრაოპერაციულად შედარებით მაღალია. ან მეორე ვარიანტი, არასასურველად ღრმა ანესთეზიაში წავიდეთ. სწორედ ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იგივე ეს პროცესირებული EEG-ის მონიტორინგი, რომელიც ზუსტად იმ დიაპაზონში გვამყოფებს, სადაც არის ზოგადი ანესთეზიის მდგომარეობა. ეხლა კლინიკებში სადაც არსებობს თქვათ TCI პამპები, target კონტროლებული ინფუზიის პამპები, ეს არის ჩვეულებრივ პამპს გავს, მაგრამ განსხვავდება სწორედ იმით, რომ ჩვენ ვაყენებთ პლაზმა კონცენტრაციას, ანუ პამპიც იწყებს მაღალი ინფუზიის სიჩქარით და მერე ნელ-ნელა ჩამოდის დავალზე. აქ უფრო ვაკონტროლებთ ჩვენ კონცენტრაციას სისხლში. მას კლინიკაში სადაც ეს არ არის და კონკრეტულად ფიქსირებულ სიჩქარეს ვაყენებთ, თქვათ პროპოფოლს, ამის კონცენტრაცია დინამიკაში იმატებს და შესაძლებელია პაციენტი იმდენად არასაჭირო ღრმა ანესთეზიაში იყოს, რომ პოსტოპერაციულად დელირიუმის რისკები გავზარდოთ. სწორედ ამ პაციენტებში საჭირო არის ხოლმე ასე ვთქვათ, ძილის ანესთეზიის სიღრმის მონიტორინგის გამოყენება. კარგად ახსენი ძალიან, მეც დავამატებ, მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა, რომ არსებობს დღეს უკვე ტექნოლოგიები, რაც განსაზღვრავს თუ რამდენად ღრმად ძინავს პაციენტს და ძალიან კარგად ჩამოაყალიბე, რომ არასასურველად ღრმაძილი იწვევს თავის ტვინის, ასე ვთქვათ, რევერსირებად დაზიანებას, მაგრამ ეს გამოიხატება პოსტოპერაციულ პერიოდში დელირიუმის სახით, ეს არის მარტივად რო ვთქვათ, არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა, როცა ნევროლოგიური სტატუსი არაადეკვატურია და პაციენტი შეიძლება იყოს არაადეკვატური პოსტოპერაციულად და გამოღვიძება ასევე ძალიან მაღალი სტრესია ინტრაოპერაციული, კონკრეტულად კარგად ჩამოაყალიბეს, ეს არის კონკრეტულად რო ვთქვათ, ხერხემაზე ოპერაციები, ვთქვათ, სკოლიოზის გასწორების დროს, სადაც გვჭირდება ზურგის ტვინთან ახლოს არის ჩარევა და გვჭირდება, რომ პაციენტს არ ქონდეს კუნთების მომადუნებელი, ეგრეთ წოდებული კუნთების რელაქსანტები გაკეთებული და არ იყოს საინჰალაციო საშუალებებით, ასე ვთქვათ, ანესთეზია. ამ შემთხვევაში, როცა ტოტალური ინტრავენური ანესთეზია, გეთანხმები, რომ და დღეს ეს ტექნოლოგიები საბედნიეროდ არის საქართველოში. ყოველ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ტარგეტული კონტროლირებადი ინფუზიის, ასე ვთქვათ,
პამპები ეგრეთ წოდებული მოწყობილობა, რომელსაც ასე ვთქვათ, პაციენტს ყველაფერი ხელმისაწვდომია. კი, არის, თავარია ვიცოდეთ გამოყენება და რა შემთხვევებში გამოვიყენოთ. ასევე აი ერთ ისეთ მომენტს აღნიშნავდი, არის ეს burst suppression-ი, ჩვენმა კოლეგებმა იციან, ეს გამოვლინდება ხოლმე დაახლოებით რო ვთქვათ, ტვინის ძალიან მძიმე დაზიანების დროს სიკვდილის წინა ფაზაში. ამ დონემდე მიდის ხოლმე პაციენტი ძალიან ღრმა ანესთეზიისას. თუ არ ვაკონტროლებთ, ჩვენ ამას ვერ დავინახავ და არც არასდროს არ გვეცოდინება. ამიტომ პაციენტებმა უნდა იკითხონ ვინ არის ანესთეზიოლოგი, ეხლა მე ჩვენი დარგის პოპულარიზაციას რა თქმა უნდა ვაკეთებ, რატომაც არა, იმიტომ რომ არ არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, რთული მიმართულება მედიცინაში და მე ვთვლი რომ ხერხემალი მედიცინის ანესთეზია და ინტენსიური თერაპია, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგად ჩატარდეს ოპერაცია, ძალიან მარტივად შეიძლება რაღაცები გართულდეს ანესთეზიის არასწორად ჩატარების გამო. ან პოსტოპერაციულ პერიოდში მისი მოვლის რაღაც პრინციპების დარღვევის გამო. შესაბამისად, სასურველია რომ მართალს ბრძანებ, რომ პაციენტმა იცოდეს, რომ არსებობს დღეს და ამ შეკითხვით მოდიან, ხო არ გამომეღვიძება, არ გამოგეღვიძება, თუ მე მაქვს ტექნოლოგიები, რომელთაც მე ვაკონტროლებ შენ ძილს, არ გამოგეღვიძება. ხა ესე ზეპირად ვერ გეტყვი გამოგეღვიძება, თუ არ გამოგეღვიძება. ანუ კი, დაგიყენებ თქვათ იმ რაღაც კონკრეტულ დოზას, ეს ახლა უსაფრთხოა უფრო ინჰალაციურ ანესთეტიკებზე, ვიცით რომ რაღაც კონცენტრაციაზე პაციენტს უეჭველი ძინავს და მას არ გამოეღვიძება. თუმცა უეჭველი ნორმალურ სიღრმეზე ძინავს თუ არა, ამის ასე ვთქვათ გარანტია არ გვაქვს და ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია ორგანიზმზე, ეს ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა. ვიცი ჩვენ ყველა პრეპარატი რომელიც შეგვყავს ინდივიდუალურად მოქმედებს ორგანიზმზე, ამიტომ მას ჭირდება მონიტორინგი. მონიტორინგი ჭირდება ხელმისაწვდომია საქართველოში, აქვს უკვე რიგ კლინიკებს ამის საშუალება, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს პაციენტის ინტრაოპერაციული ასე ვთქვათ მონიტორინგი. ეხლა პაციენტმა ვერ გამოიღვიძა, რაც იყო 90-იან წლებში, ნარკოზიდან გამოვიდა, ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ თავის ტვინის დაზიანება მოხდა. იქ სხვა რაღაც მოხდა, რა თქმა უნდა. და ამის ალბათობით გახანგრძლივებული ჰიპოტენზია. მაშინ ეხლა მოგეხსენებათ წნევაც ესე მონიტორი არ ზომავდა, ადამიანს უნდა გაეზომა. არ არსებობდა ჟანგბადის შემცველობის მონიტორი, რომელიც უბრალოდ ფერის მიხედვით უნდა მიმხვდარიყო ანესთეზიოლოგი. ბევრი რაღაც არ არსებობდა და ამ მონიტორებმა შეცვალეს რეალობა. სწორედ ასეთი რეალობის შემცვლელი მონიტორებია ეს ანესთეზიის სიღრმის მონიტორი იქნება თუ ცერებრული ოქსიმეტრიის და ასე შემდეგ. პაციენტი და ტყუილები პრეოპერაციული. ეს ტყუილებია თუ ვერ გაიგო რა შეეკითხა ანესთეზიოლოგმა. ანუ, იმიტომ რომ ეხა უყურე ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, ვცდილობთ ყოველთვის რომ ჩვენი კოლეგები ვინც გვიყურებს მიხვდება რომ ვცდილობთ რომ ჩვენი ასე ვთქვათ პროფესიული ტერმინოლოგია გავხადოთ პრიმიტიული, რომ მასამ გაიგოს რაზე გვაქვს საუბარი. რა თქმა უნდა. თუ დავიწყეთ ახლა ჩვენ აქ სამედიცინო ტერმინების რა ხარუხი ვერ მიხვდება, ну ჩაოლებრივია ვთქვათ ექიმის შეიძლება ბევრმა ჩვენმა კოლეგამ ვერ მიხვდეს, რომელიც არ არის ჩვენ დარგთან ახლოს, ვერ გაიგოს რაზე ვსაუბრობთ. ამიტომ ჩაოლებრივი ადამიანისთვის, რა თქვა, არა რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, მისთვის შეიძლება რთულად გასაგები იყოს. მაგრამ ხშირად არის რომ ამოუცნობი რაღაც პაციენტ პრეპარატს ღებულობს არ გითხრა, რაღაც ტრავმა აქვს გადატანილი, არ მოგიყვა. რაღაცა შენთვის მნიშვნელოვანია. რამდენად არის ეს რას ფიქრობ შენ როგორ არის? ხშირად ხვდებით ამას პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს რაღაც მომენტში გაუგებრობის ბრალი, მას მივაწეროთ. მაგრამ ერთი რამე უნდა ესმოდეს პაციენტს, რომ ნებისმიერი ტყუილი თუ მან სწორად გაიგო შეკითხვა და ანესთეზიოლოგი შეყავს შეცდომაში, რომ ან დამატებითი კვლევა არ დაუნიშნოს, ან კიდევ რაღაც სხვა მიზეზით დროზე გაიკეთოს ოპერაცია, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის სწორედ ის გამოცლილი აგური სახლის საძირკველიდან, რომელიც ვახსენეთ და არ ვიცით რა დროს რა მოხდება. ჩვენს კითხვაში ანესთეზიოლოგიურ კითხვაში ესეთი მითითება, რომ ეს აუცილებლად ანესთეზიოლოგთან ერთად უნდა შეივსოს, იმიტომ რომ ბევრი მომენტი შეიძლება პაციენტმა ვერ აღიქვას. მაგალითად, გაქვს თუ არა ქოშინი, არის ესეთი კითხვა. რაღაც მე-6-7 სართულზე რო ავდივარ, მაქვს ქოშინი. წერს რომ მაქვს ქოშინი. თუმცა, ხა ის რომ პაციენტი მე-6-7 სართულზე ეწყება ქოშინი, ეს ჩვენ ვიცით რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემას წარმოადგენს ორი კიბის ესე ვთქვათ საფეხურის ავლა, ორი two flares of stare, როგორ ქვია, კიბის უჯრედის ავლა. თუ ამის შემდეგ ეწყება ქოშინი, ვერ ადის
ან პირველზე იღლება. სწორედ ეს არის მისი ცუდი ფუნქციური სტატუსის განსაზღვრელი და ამას ვუკონკრეტებთ იმ კონკრეტული შევსების მომენტში. გაქვთ თუ არა ტკივილი გულის არეში. ძალიან ფართო კითხვა არის ესეც. რა დროს როგორ და ნიშნავს რომ ეს გულის ტკივილი. რა თქმა უნდა. ხშირ შემთხვევაში კი. გულმკვეთის არეში ტკივილი შეიძლება იყოს ბევრი სხვა მიზეზის გამო. კეთახმე მე ვფიქრობ რომ კითხვარი რომელიც ხა რომელსაც ჩვენ პაციენტებთან ერთად ვავსებთ, რა თქმა უნდა, არ არის სრულყოფილი, ვერც იქნება ვერც მოძველებულია, პირდაპირ ვთქვათ. კი, მოძველებულია და არ არის თუმცა სახელმწიფოს მიერ დადასტურებულია ამაზეც სამუშაოა, რომ ეს არ არის ის კითხვარი, რომელსაც დღეს თანამედროვე ანესთეზიოლოგიას თანამედროვე კითხვაში აუცილებლად უნდა დაემატოს რამდენიმე, ესე ვთქვათ, შკალა, რომელმაც დაადასტურა უსაფრთხოება. მაგალითად, როდესაც გულსისძახთა სისტემას ვიკვლევთ RCRI ან რომელიმე ის შკალა, რომელიც მოწოდებული არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ან ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ. თრომბოემბოლიის შეფასების შკალა, stop bank questionnaire ჩვენმა კოლეგებმა იციან, ანუ არის რამდენიმე რაც აუცილებლად დასამატებელია და უბრალოდ არ გვაქვს იმის გამო რომ კითხვარია ჯერჯერობით მოწოდებული. კი, ხო, თუმცა ამას ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებში აუცილებლად ვიყენებთ, ვავსებთ მაგრამ ეს კარგად აღნიშნეთ, ამიტომ ამის პაციენტზე გატანება მე თვითონ ერთ-ერთ კლინიკაში ხონდა რაღაც ხანმოკლე ანესთეზია და გამომიგზავნეს ეს კითხვარი. უკაი მე ანესთეზიოლოგი იყო, მაგრამ არ იცოდნენ იმით რომ ანესთეზიოლოგი იყო მენეჯერმა. ან პრაქტიკა გიგზავნიან სახლში პაციენტი ავსებს, მოდის და შენ მე კითხულობ, ეს უნდა იყოს ექიმთან ერთად შევსებული, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იმ შეკითხვების, რომლებიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არ რელევანტურია ხოლმე და პაციენტმა უბრალოდ შეიძლება შემოხაზოს არ იცოდეს რა არის და ამის გამო შენ შეგიყვანო შეცდომაში ან ინტერპრეტაცია მოახდინა სხვანაირად. რა თქმა უნდა, ამიტომ ექიმთან დაირკვეს, როგორ მოახდინა მან ინტერპრეტაცია ამ კითხვის და სწორედ თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან კარგი, მე ვფიქრობ, დოკუმენტი, ერთგვარი წინა საოპერაციო ჩანაწერი ეპიკრიზივით, რომელიც ივსება სისტემურად ყველაფერს ანესთეზიოლოგი აფასებს. ის უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩემი განმსახურებიდან, ვიდრე კითხვარი, თუმცა ეს კითხვარიც კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს აუცილებლად შევსებული ექიმთან, ანესთეზიოლოგთან ერთად. და მისი ასე ვთქვათ ინტერპრეტირება და ძალიან კარგად ახსენა ვასომ და აღნიშნა რომ ნებისმიერი პატარა ტყუილი ნიშნავს თქვენი სიცოცხლის გარისკვეს. პირველ რიგში. ხო, ანუ ტყუილი რომელიც დაფარულ და პოლემ პაციენტი ეპილეფსია არ უთქვავს. ქონია ეპილეფსია და არ უთქვავს. ჩვენც გქონია ესეთი პაციენტი, სამწუხაროდ მალავენ ამას ეპილეფსიას განსაკუთრებით თუ ეს არის ახალგაზრდა გოგო. დედა არ გეტყვის. ყოლია ესეთი პაციენტები. ვერ გათხოვდება მე თუ ეპილეფსიანია და ამიტომ მალავს კი, ეგ არის მიზეზი. და მე იქ ფიქრობ 1000 რამეს. ეს როდესაც მოხდება, დედა არ. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩვენ მედიკამენტს შეიძლება ქონდეს რეაქცია და მოკლედ მიდის მე ფიქრი, რომელიც ამაზე შეიძლება ქონოდა ესე თუ ის რეაქცია. ოპერაცია და გაკეთებული, ყოლია პაციენტი, რომელსაც ქონდა სლივის ოპერაცია გაკეთებული და არ თქვა. და რამხელა დიდი რისკია ასპირაციის. ამიტომ ყველა პაციენტს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და უთხრა, რომ ყველაფერი მოუყვეს თავის ექიმს. ექიმი არის ადამიანი, მე ვფიქრობ, ალბათ მოძღვარი და ექიმი, რასაც შეიძლება ყველაფერი მოუყვე. არ უნდა დაუმალო. პირიქით, იმიტომ რომ ეს შენ პირველ რიგში შენ ცხოვრებას ეხება და შენ თავს თვითონ შენ თვითონ რისკავ. ამ შემთხვევაში მართლა ერთადერთი შემთხვევა, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექიმის პასუხისმგებლობა აქ არის 0. შენ თუ ეპილეფსია გაქვს და აქ არ დაგემართა სტატუსი, მე საიდან უნდა მივხვდე რომ ეპილეფსია გაქვს თუ არ მეტყვი. ვერანაირად ვერ მივხვდი. ხო, ამ გამოიწვია შეიძლება სერიოზული გართულება, იმიტომ რომ ეპილეფსია მე მიცვლის ტაქტიკას ანესთეზიის პრეპარატებში, მონიტორინგში, მე შენ პოსტოპერაციულ მართვაში და კონსულტანტებში და ძალიან მთლიანად იცვლება სურათი მენეჯმენტის ასე ვთქვათ. აბსოლუტურად იცვლება. ამიტომ თან ჩვენს ქვეყანაში არსებობს საერთო ბაზა, სადაც პაციენტზე ინახება ინფორმაცია. ისრაელს ქონდა ანალოგიური შედიოდი ნახულობდი ამბულატორიულ ჩანაწერებს როგორც Carfax-ით ნახულობთ მანქანაზე მთელ მონაცემებს დაახლოებით ანალოგიურად ნახულობდი თუ რა დროს რა მედიკამენტს ვსვავდა როგორ რანაირად რას იღებდა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვიცი ამაზე მიდიოდა მუშაობა იმედი მაქვს რომ გააგრძელებენ ამ ბაზაზე მუშაობა სწორედ იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დაგვიმალავს არ გვეტყვის ჩვენ უბრალოდ ბერკეტი არ გვაჩნია რომ რამენერით ეს ინფორმაცია ასე რა ვიცი ყველაფერს შევეხეთ მე მგონი
ბოლოსკენ მივდივარ და არ მინდა გამომრჩეს ეს ხელოვნური ინტელექტის როლი. ხა ამას ბევრს ლაპარაკობენ და რაღაც მოძველებულ თემასავით არის უკვე, თუმცა ესაც არავის არ ეწყინოს მით უმეტეს ჩვენ კოლეგებს, ჩვენი კოლეგების 99%-მა არ იცის რეალურად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. 99%-მა უფრო ფამილიარული არის ხელოვნური ინტელექტთან ახალგაზრდა თაობა ექიმების, ესაც ეხლა მე რაღაც ასაკობრივ დისკრიმინაციას არ ვაკეთებ, თუმცა მართლა ესეა. მაგრამ სამწუხაროდ ხა მარტივი ხელოვნური ინტელექტის წყაროები ვერ იქნება შენი, ასე ვთქვათ, გზამკვლევი პაციენტთან მკურნალობის დროს. ერთი ყველაზე სანამ ასე ვთქვათ დაიწყებ შენ ამ კითხვის ფორმულირებას, მინდა ციტატის სახით ვთქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაკავშირებულია პირდაპირ შენს ინტელექტთან. პირდაპირ რა შეკითხვას, ანუ როგორი ფორმულირები დაუსვავ შეკითხვას, იმიტომ რომ ერთი სიტყვის შეცვლა ის გიწევს, აჰა, ეხლა გავიგე და აბსოლუტურად სხვა პასუხს გაძლევს. კი ბატონო. ანუ ძალიან ბევრი არის ზედაპირული შეკითხვები მედიცინის ან პაციენტთან დაკავშირებით, ამიტომ რამდენად ასე ვთქვათ გამართულია და რამდენად შეიძლება ამას დავეყრდნოთ ჩვენ, რამდენად სწორად იყენებს ექიმები და რა არის მისი მომავალი მედიცინაში. ჯერჯერობით რაღაც შეგეკითხე, რომ 5 წუთი გვაქვს. კი ბატონო. ანუ ნახეთ რომ ბევრმა ესე ვთქვათ კომპანიამ სპეციალური შეზღუდვები დაადო კონკრეტულად სამედიცინო კითხვებზე პასუხის გაცემისას, ან და თუ ისეთ პასუხს იძლევა, აუცილებლად აფრთხილებს, რომ აქ შეიძლება მე შევწდე. დღესდღეობით რა თქმა უნდა შეცდომები არსებობს, თუმცა ძალიან საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება და ყველაფერი დამოკიდებულია კითხვას როგორ რა ფორმულირებით უსვამ. თუ შენივე კითხვაში უთითებ წყაროებს, თუ საიდან გინდა ეს ინფორმაცია მოგიძიოს, რომელი წიგნებიდან გაქცეს პასუხი, რომელ კვლევებს დაეყრდნოს, ამ შემთხვევაში პასუხის სიზუსტე იზრდება. მაგრამ ჩვენ თუ უბრალოდ ავდგებით ვკითხავთ რაღაც ზოგად ფრაზას, მივიღებთ ზოგადი ინფორმაციას, განსაკუთრებით ქართულად თუ ვეკითხებით, იმიტომ რომ ქართული მოდელები, უпростоრად ქართული ენა ამ მოდელების ქართულ ვიკიპედიას, მკურნალიჯის და ასე შემდეგ ქართულ წყაროებზე არის ნასწავლი. მე არაფერს არ ვერჩი კონკრეტულად ეხლა რა ისინი ჩამოვთვალე, მაგრამ ეს წყაროები შეიძლება იყოს კითხოს და მე გადაათარგმნინოს რაღაც თუ ვერ კითხოს. უფრო ზუსტი ინფორმაცია შეიძლება მოგცეს ამ შემთხვევაში. ხელოვნური ინტელექტი დიდ როლს ითამაშებს, მათ შორის ჩვენ რო ვახსენეთ პაციენტის პრეოპერაციული მომზადება, აქ ხედავ ძალიან კარგ გამოყენებას, როდესაც შეიქმნება შესაბამისი, ესე ვთქვათ, ალგორითმი თუ აი იგივე ეს კითხვარები და ასე შემდეგ, პაციენტთან ერთად პაციენტს უკვე შეიძლება დაამუშავოს, თვითონ დაუჯდეს, თვითონ აუხსნას, თუმცა ეს არის მომავლის პერსპექტივა. ჯერჯერობით ამგვარი შექმნილი არ არის, იქნება გვაქვს მცდელობები, მეც პირადად მაქვს მცდელობა რომ ავაწყო რაღაც ესეთი მოდელი, თუმცა ამ ეტაპისთვის ჯერ იმ დონეზე ალბათ არ ვართ. თუ არა, ჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ამისთვის შენ გჭირდება შენი მოდელი, შენ რომელსაც შენ თვითონ დაატრენინგებ, უნდა გქონდეს დატა ცენტრებზე წვდომა და რაც საკმაოდ დიდი გიждდება, ეს არის $200,000-500,000 დაახლოებით წელიწადში, ასე რომ ამგვარ ინვესტიციას ჯერჯერობით ვერავინ ვერ გააკეთებს. თუმცა ვინც გააკეთებს, რა თქმა უნდა. მადლობა ძალიან დიდი, საინტერესო არის ნამდვილად ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან აქტიურად დაიწყო ჩვენმა კოლეგებმა და ეს გვიყვარს ხოლმე საქართველოში ავტომატურად ექსპერტი ხდება ყველა. და ინტერნეტშიც რო ნახო ძალიან ბევრი კომპანია გთავაზობს რაღაც ტრენინგებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, თუმცა სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი არის სპეციფიური. ვიცით, ხო, ხელოვნური ინტელექტი არ მუშაობს და არ აზროვნებს როგორც ადამიანი. ხელოვნური ინტელექტს შენ უსვავ კონკრეტულ შეკითხვას, მას აქვს ძალიან დიდი ბაზა, უნდა კონდეს იმ კონკრეტულ ხელოვნურ ინტელექტს ეს ბაზა და გაძლევს მათემატიკური ალგორითმის საშუალებით machine learning-ის, ასე ვთქვათ, machine learning-ზე დაფუძნებს ყველაზე ახლოს სწორ სიტყვას და ამ მიმართულებით მიდის. მაგრამ ეს არ ნიშნავს ზუსტია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია რა კითხე,
აუთპუტი იქნება შესაბამისი. აბსოლუტურად. თუმცა დღეს უნდა ვახსენოთ, რომ სამედიცინო, ასე ვთქვათ, წარმოებლები აპარატურის ამაზე ძალიან ასე ვთქვათ, აქტიურად მუშაობენ, განსაკუთრებით ეს ეხება რადიოლოგიის მიმართულებას ამ ეტაპზე და გიგანტები, კომპანიები, რომელსაც არ დავასახელებ, მუშაობს ამაზე და ეს რეალურად დაეხმარება ექიმს. კი ბატონო, აბსოლუტურად. ნიშნულოვნად განსაკუთრებით იმ ცენტრებს, სადაც შეზღუდულია რადიოლოგიის სპეციალისტები, პერიფერია შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ვიცით, რომ რადიოლოგიის სპეციალისტები არ არის საკმარისი არსად სოფლიოში და ეს იწვევს რიგ შემთხვევაში დიაგნოზის, ასე ვთქვათ, პასუხის დაყენებას. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა. ჩვენი სტუმარი იყო ვასილ ხაჩიაშვილი, რომელიც არის თოდუა სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. ეს არის ანესთეზია, ინტენსიური თერაპია და საოპერაციო ბლოკის მენეჯმენტი, რაზე ძალიან დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, კურნალობის წარმატების და შედეგიანობის არის დამოკიდებული. მე შენ გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას. ჩემთვის ხარ ძალიან რესპექტაბელური ადამიანი და პლუს პროფესიონალიც და ამას მთელი გულით ვამბობ. მეც თუ დამჭირდება ანესთეზია, შენ დაგაძინებინებ თავს ისე რომ არც შემეშინდება. წარმატებას გისურვებ. კი, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ ყველაფერს. მადლობა ირაკლი, წარმატებას უსურვებ შენს გადაცემას, ყველა იმ წამოწყებას, რაშიც ჩართული ხარ. მადლობა შენ, რაც წაკეთებ ზოგადად ჩვენი სფეროსთვის. მადლობა.